საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იზორია ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას გამოეხმაურა. Როგორც მან დღეს მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სიცოცხლის გადარჩენა მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოხერხდება. ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის განმარტებით საჭიროა ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. Როგორც მან აღნიშნა, ქულათა სისტემის მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ირაკლი იზორიას განცხადებით მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტული და უსაფრთხო გადასასვლელების მოწყობა. მისივე თქმით, კანონის აღსრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება. 2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში, ანუ 3 თვის განმავლობაში 50 ფაქტიურად გამოდის, რომ წელს 3 თვის განმავლობაში ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე იყო გარდაცვლილი, შესაბამისად არის ძალიან გაზრდილი სტატისტიკა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, რომ კანონმდებლობის მიმართულებება გადახედილიყო და გამკაცრებულიყო სანქციები ფეხით მოსიარულთა მიმართულებით, თუმცა ამასთან მიმართებით მე მაქვს ჩემი მოსაზრება ის, რომ მაინც და მაინც სანქციების ასეთი კატეგორიულად გაზრდა უცებ, რომ გახუთმაგება მაინც და მაინც არ იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან მარტო სანქციების გამკაცრებით ჩვენ ვერ მოვახერხებთ ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლის გადარჩენას, არამედ აქ არის მთელი რიგი მიმართულებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. წლების განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქულათა სისტემის მიმართულებით, ანუ ვიდეო ჯარიმების სიჩქარეზე უნდა მიებას ქულებს და მძღოლებს უნდა აკდებოდეს ქულები. თუ ჯარიმებს ვდით, შესაბამისად აღსრულებას უნდა გაიზარდოს. უბრალოდ ფეხით მოსიარულეების და სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა ჩემი აზრით იგივე არ უნდა იყოს, ანუ 50 ლარი დავაჯარიმოთ მძღოლი, რომელიც სიჩქარეს აჭარბებს და ფაქტიურად ფეხით მოსიარულეებს უქმნის საფრთხეს, დაუწეროთ 50 ლარიანი ჯარიმა და ფეხით მოსიარულესაც 50 ლარიანი ჯარიმა დაუწეროთ. ანუ რაღაცა დისბალანსი ხო არ არის თქო დარღვეული, ანუ ამაზე ვლაპარაკობ. როცა კანონს ვიღებთ, ამას შესაბამისად ძალიან ბევრი ნაბიჯები უნდა მოყვებოდეს უკან. არის ადგილები, სადაც ფიზიკურად ფეხით მოსიარულეები ვერ სარგებლობენ, ვერც მიწისქვეშა, ვერც მიწისზე და ვერც ზებრა გადასასვლელები, ზოგან საერთოდ შეიძლება კილომეტრების მანძილზე არ იყოს გადასასვლელი. კეთილი უნდა ინებოს მუნიციპალიტეტებმა, რომ შეუქმნან ფეხით მოსიარულეებს ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გადასასვლელები, რომლებიც მათ სიცოცხლის გადაარჩენს და ესე რომ ვთქვათ, შეამცირებს სიკვდილიანობას. ღამის საათებში მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში ხდება ხმამაღლა მოსიარული ავტომობილებით გადაადგილება, რაც დისკომფორტს უქმნის რეალურად მოქალაქეებს. ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როცა თვითონ გაეროს რეკომენდაციებში დაიწერა ის, რომ ასეთი ხმაურიანი მაყუჩებით გადაადგილება არის ხმაურით დაბინძურება, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მით უმეტეს თუ ძილის პროცესში იმყოფება ადამიანი. შესაბამისად ეს დისკომფორტი რომ მოეხსნას მოსახლეობას, მოხდება მსგავსი ხელოვნური ჩარევების აკრძალვა. უნდა იყოს ავტომობილი აუცილებლად სტანდარტულად ქარხნული მაყუჩით და არა გადაკეთებული მაყუჩით, რომ არ მოახდინოს მაღალ ხმაზე სიარული. აქვე დაემატა ჯარიმა 2000 ლარიანი იმას, რომ არ უნდა მოხდეს ციმციმა შუქების გამოყენება, როდესაც ადამიანები ხშირად ავტობანებზე ძირითადად სარგებლობენ არალეგალურად ციმციმა შუქებით და როცა ზოლში მოდიან, ანუ ადამიანს მძღოლს გონია, რომ საპატრო პოლიციის მანქანაა და მისთვის ზიზათმობა და რაღაც რეგულაციების არ დამორჩილება ხდებოდა. ყველაზე ისეთი პრობლემური, რაც რეალურად ქალაქებში დგას, ეს არის მოცურება და დრიფტი ქალაქის ტერიტორიაზე. გამკაცდა კანონი და 300 ლარამდე ხდება ჯარიმა ეს მოცურების ესე რომ ვთქვათ საწინააღმდეგო, თუმცა ფიქრობ ესეც არ არის საკმარისი და ალბათ ქულებიც უფრო მეტი უნდა იყოს,